ჩვენი წინაპრების ბაღები, სადაც ხვდებოდით სტანდარტულ ძლიერ ხეებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იზრდებოდა, დღეს უკვე ნაკლებად აქტუალურია. თანამედროვე სამყაროში გლობალური ბაზარი მუდმივად ითხოვს მაღალი ხარისხის ერთგვაროვან, სტანდარტულ პროდუქტს. რესურსები კი ისეთი როგორიც მაგალითად მიწა, წყალი და შრომა, სულ უფრო და უფრო ძვირდება. სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კი მებაღეობა აქტიურად ვითარდება ინტენსიფიკაციისა და სიზუსტის გზით. ამ რევოლუციური ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ელემენტი თანამედროვე საყრდენის სისტემების დანერგვაა. საყრდენის სისტემები ეს არ არის უბრალოდ ბოძები და საყრდენები. ეს არის გააზრებული ინჟინრული გადაწყვეტა და მცენარის მართვის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. ეს სისტემა არა მხოლოდ ფიზიკურად იჭერს ხეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დატვირთულია ნაყოფის უზარმაზარი მასით და იცავს მას დაზიანებისგან, არამედ მისი მთავარი მიზანია მცენარის ოპტიმალური ზრდისა და მაქსიმალური გენეტიკური პოტენციალის გამოვლენისათვის იდეალური პირობების შექმნა. საყრდენ სისტემაზე აშენებული ბაღის უპირატესობები მრავალმხრივია და პირდაპირ აისახება მეურნეობის მომგებიანობასა და კონკურენტუნარიანობაზე. მოსავლიანობისა და ხარისხის მკვეთრი ზრდა. ხის კონუსური ფორმა უზრუნველყოფს მზის სინათლის მაქსიმალურ შეღწევას ყველა ნაწილში, მათ შორის შიდა ტოტებზე. ეს ოპტიმიზაციას უკეთებს ფოტოსინთეზის პროცესს, ასტიმულირებს სანაყოფე კოკრების ინტენსიურ ფორმირებასა და ხელს უწყობს ნაყოფის უკეთ განვითარებას. შედეგად ვიღებთ ნაყოფების ერთგვაროვან ზომას, ინტენსიურ შეფერილობასა და გაუმჯობესებულ გემოვნურ თვისებებს, რაც უმნიშვნელოვანესია კომერციული ჯიშებისთვის. სისტემა გამორიცხავს ტოტების მოტეხვის რისკს ნაყოფების სიმძიმისგან, რაც სრულად ინახავს მოყვანილ პროდუქციას. ამგვარი ბაღი ბევრად უფრო მარტივი სამართავია. გასხლა სტანდარტიზირებულია და ნაკლებ დროს მოითხოვს, რადგან ხის სტრუქტურა გამარტივებულია. შეწამვლა ხდება უფრო ზუსტად და თანაბრად, რადგან ვარჯი აეროდინამიკურად უკეთესია და ქიმიკატები აღწევს ყველა საჭირო წერტილამდე, რაც ამცირებს დანაკარგებს და აუმჯობესებს ეფექტურობას. მოსავლის აღება კი, რომელიც ყველაზე შრომატევადი პროცესია, საყრდენ სისტემაზე გაშენებულ ბაღებში 40%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციულ ბაღებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შრომით ხარჯებს და ნაყოფის დაზიანების რისკს. საყრდენის სისტემა საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ხეების სიმჭიდროვე 1 ჰექტარზე, რაც ნიშნავს მეტი მოსავლის პოტენციალს ერთეულ ფართობზე. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიწის შეზღუდული რესურსების პირობებში. ამგვარი ბაღები როგორც წესი მსხმოიარობაში შედიან ბევრად ადრე. ხშირად დარგვიდან 2-3 წელში უკვე იძლევიან კომერციულ მოსავალს, მაშინ როდესაც სტანდარტულ ბაღებს 5 ან ზოგჯერ 7 წელიც სჭირდება. თუ სისტემა სწორად არის დაპროექტებული და დამონტაჟებული, სტაბილური საყრდენი ამცირებს ქარის შედეგად ხის ან ტოტების დაზიანების რისკს. ასევე გაუმჯობესებულია აერაცია ვარჯის შიგნით, რაც ამცირებს სოკოვანი დაავადებების განვითარებას, რადგან ფოთლები უფრო სწრაფად შრება. ნაკლები ფიზიკური დაზიანება ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობას დაავადებების გაჩენისთვის. საყრდენი სისტემის მოწყობა და მართვა სერიოზული ინვესტიციაა, რომელიც მოითხოვს წინასწარ გულდასმით დაგეგმოს ნაკვეთის მახასიათებლების, ნიადაგის, ტოპოგრაფიისა და ქარის დატვირთვის გათვალისწინებას, შესაბამისი მასალების შერჩევასა და უმაღლესი ხარისხის მონტაჟს. ასევე აუცილებელია ხეების ფორმირებისა და გასხლის თანამედროვე ცოდნის გამოყენება სწორი მენეჯმენტისთვის. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპეტენტური საკონსულტაციო მხარდაჭერა ამ პროცესში, დაგეგმვიდან განხორციელებამდე და შემდგომ უკვე მართვამდე. თანამედროვე საყრდენი სისტემები ხეხილის ბაღებში ეს არის არაუბრალოდ ტექნოლოგია, არამედ სტრატეგიული ინვესტიცია ხარისხში, ეფექტურობაში, შრომის გამარტივებასა და გრძელვადიან მომგებიანობაში. ეს არის გზა, რომლითაც ქართული მებაღეობა გახდება მაღალპროდუქტიული, კონკურენტუნარიანი და მოემზადება გლობალური ბაზრის გამოწვევებისთვის. დანერგეთ ინოვაციები, ააშენეთ მყარი საფუძველი თქვენი მომავალი წარმატებისთვის.